1999 წლის 22 ივნის გერმანიამ პირველად ევროპაში ხანში შესულთათვის პენსია შემოიღო. ინდივიდუალურ შენატანებზე დამოკიდებული საპენსიო სქემა მეტპენსიას პირდებოდა იმას, ვისაც სამუშაო წლების განმავლობაში მეტი საპენსიო გადასახადი ჰქონდა გადახდილი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ადენაუერის მთავრობამ ეს სქემა დღეისათვის ყველასთვის ცნობილი Page მოდელით შეცვალა. გერმანიაში საპენსიო კანონის მიღებიდან სულ რამდენიმე წლის შემდეგ 1891 წლის დანიამ, 1 წლის შემდეგ კი ახალმა ზელანდიამ საპენსიო უზრუნველყოფის გერმანიის რადიკალურად განსხვავებული გზა არჩიეს. ასაკის პენსიები ამ ქვეყნებში არა ინდივიდუალური შენატანებით, არამედ მხოლოდ ზოგადი გადასახადებიდან ფინანსდებოდა. თავდაპირველად პენსიის გაცემა საჭიროების მიხედვით ხდებოდა და პენსია მხოლოდ ღარიბი ასაკით პენსიონერებისთვის იყო განკუთვნილი. ამ შემთხვევაში სახელმწიფო მხოლოდ იმ პენსიონერებს ეხმარებოდა, ვისაც საკუთარი თავის დახმარება საკუთარი დანაზოგით ან დამოუკიდებელი შემოსავლებით აღარ შეეძლოთ. 1962 წლის 22 ივნის კოშკიდან წყალში მხდომელი სერგო შალიბაშვილი დაიბადა. იუნიორთა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი. საკავშირო თასის გათამაშების სამგზის გამარჯვებული. რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი და პრიზიორი. 1983 წელს კანადაში ასპარეზობისას ტრაგიკულად დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური მედლით დააჯილდოვეს. 1959 წლის 22 ივნის ამერიკული კინოს და თეატრის მსახიობი მერილ სტრიპი დაიბადა. კინოკრიტიკოსები მას როგორც მისი დროის ერთ-ერთ უდიდეს მსახიობად აღიარებენ. მერილ სტრიპმა თავისი სამსახიობო კარიერა თეატრში დაიწყო. ის 3 ოსკარის მფლობელია. სტრიპის კინოდებიუტი 1777 წელს შედგა. პირველი ნომინაცია ოსკარზე მსახიობმა ირმებში მონადირეში შესრულებული ლინდას როლისთვის მიიღო. მეორე ოსკარი კი პოლონელი ემიგრანტის სოფიეს როლმა მოუტანა ფილმში სოფის არჩევანი. მესამე ოსკარი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის როლისთვის ფილმში რკინის ლედი. ის არის უდიდესი კინოფესტივალების კანის და ბერლინის გამარჯვებული. 1986 წლის 22 ივნის ფიფას მსოფლიო თასის გათამაშებაში არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ ინგლისელების კარში საუკუნის გოლი გაიტანა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 51 წუთზე დიეგომ ანგარიში გახსნა. გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ მან გოლი ხელით გაიტანა. ინგლისელი ფეხბურთელების პროტესტის მიუხედავად, ტუნისელმა მთავარმა მსაჯმა ალი ბინ ნასერმა გოლი ჩათვალა. 2005 წელს მარადონამ აღიარა, რომ ბურთს ხელი განზრახ მოარტყა. ეს გოლი ფეხბურთის ისტორიაში ღმერთის ხელის სახელით შევიდა. 4 წუთის შემდეგ მარადონამ ინგლისელებს მეორე გოლი გაუტანა. პარტნიორისგან ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო. შემოbrunდა და დაიწყო დრიბლინგი. 5 მეტოქე ჩამოიშორა და საბოლოოდ ბურთი ცარიელ კარში შეაგდო. 2002 წელს ფიფას მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ეს გოლი საუკუნის გოლად აღიარეს.